ნინო, აგერ დარგული მაქვს ველური სატაცო. მაგრამ ჩემთან ჯერ პატარებია და დღეს თანამშრომელი მყავს ერთი ლამისყანელი და იმან ჩამომიტანა ერთი მოზრდილი კონა აგერ. თუ ეხლა ბევრი. ველური სატაცური. მე თბილისში ჩამოსვლამდე გაშინჯულიც არ მქონდა. გაგებულიც არ მქონდა სატაცო. არ ვიცოდი, გურიაში სადაა სატაცური არა? არ და რა სასარგებლო ხალი. ძალიან სასარგებლო. სამკურნალოა. მე არ მენანება დაგიჭრი, ან ახე რა ფერი წვრილები და კაია, ისეთი დაკაწრული ხელები ქონდა დღეს რომ მომიტანა გოჩა. რომ შემომერი და შემწყვა მადლობის გადახდა. ძეძვებში იზრდებაო, ძეძვებშიო. ხო და რეცეპტიც მოაყოლა, მაგრამ შენ გეცოდინება მაგის. გარდირად ეხლა თელი ევროპა აკეთებს მაგას და რომ აკეთებს იგი სულ ყველა არის კულტურული, ნინო. ბაღი, სხვილები, თითის სიმსხვა და ზოგი უფრო მსხვილი კიდო და აგიან თლათ წვრილი ველური. თუმცა საქართველოში დიდი ხანია საუკუნეებია ამ მას სატაცურს იყენებენ. აღმოსავლეთ საქართველოში. კი ბატონო. სიმშრალეში იზრდება, ძეძვიანებში და ამიტომ ხო იცი ხალხური რექსი როა. არის. ჭინჭარი, ჭირია, სატაცური ბალღამია. ბალღამია. შვინტრი მოდის გაიძახეს ჩვენ ვართ ყველა სამალია. ანუ ეს სამი ბალახია ხო ეგეთი ბალახეულებია. და არის არაჩვეულებრივი სამკურნალო საშუალება. ეს ჭინჭარი, ჭირია, შვინტრი. არა ჭინჭარი, ჭირია, სატაცური ბალღამია. სატაცური ბალღამია ჭირის. კარგი ბატონო. შვინტრი მოდის გაიძახის ჩვენ ვართ ყველა წამალი. შვინტრი რომელია? ერთი ასე ბალახოვანი მცენარეა, ისიც აღმოსავლეთში ხარობს. ერბოს შუშა ახლა შენ ხო? კი ბატონო, ერბოს შუშა, მაგრამ მე მგონი ეს ცოტა ბევრია, ამიტომ ამოვაკლებთ და თუ რამე მერე დავამატ. კვერცხით გავაკეთოთ ნინო. კი ბატონო, ესე შენ გიყვარს ესა მიირთ მე ხო? ძალიან კარგია საშარდე გზების, აი კენჭები ვისაც აქვს თირკმელში უებარი საშუალებაა. შარდმდენია ასუფთავებს სულ თელს და ჩემი მართაბება რომ ყავს აქა იმანიცის და ირმა მაგენი არიან ახალქალაქი რომაა კასპის რაიონში მაგათი მხარია ეს. და ვისაც ძვლების და სახსრების დაავადებები აწყობს იმათთვის ყოფილა კიდევ ძალიან კარგია. ძალიან სასარგებლოა. თითოჯერ ასეთი რამე ადამიანმა უნდა ჭამოს, ახლა რომ გითხრათ გიჟე არაფერს არ უზავს, მაგრამ თუ ჭამს ამ სეზონზე როცა შემოდი ძალიან კაია, მაგრამ ეხლა სათბურებშიც დაიწყოს მაგის იმოდი. სათბურებში რომ მოიყვანეს ისა და ასეთი ნინო. მე გერმანელი სტუმრები მყავდა შარშან გაგიჟდნენ, ომლეტებივით უკეთებდით დილაობით. იმიტომ გარნირად აკეთებენ დილით და არც ჭრიან, თლიანებს წვავენ ესე ტაფაზე ცხიმში და იღებენ მარტო მარილს აყრიან და ეგ არის. ჩვენ მაინც გვიყვარს ეს სუნელები წვანილი თიმი. ჩვენ მოვშუშოთ ახლა ძალიან ჭრი. მოვშუშოთ ახლა კარგად, დავიცი. ფერიც იქნება კვერცხი უქნათ და იქნება გადასარევი. და ქინძი წავაყარო. კი ბატონო. ქინძი არ დამიჭრი, ხო? კი დაგიჭრი არ მეზარება. ეს მე ვარ დირექტორი. იყავი ნინო, იყავი. მე მგონი შეიცვალა როლები. შევცვალეთ როლები. ხო, აბა სულ მეუბნებიან, რომ ის ვიცი გავიწროები, შენ და ცოტა ხო და ახლა ვინა შეუწროებული თვითონ გადაწყვიტოს. ცოტა გაუბრაზდიო და ახლა გიბრაზდები. თვითონ გადაწყვიტოს მაყურებელმა ვინა შევიწროებული. ხომა ცხელი. ნახე როგორ შიშხი. ამასაც არ უნდა ბევრი რეცეპტი წავაყრი. რა კაი ერბო, ეს შარშანდები ერბო. აი ძირითადი წესი და რეცეპტი და არსებობს კიდევ მისამატებელი. ეს ერბოს ეთყობა ზედაურია. ზემთიანი აჭარის არის სუნი ისეთი. ხო, აბა, ნამდვილი. მე სხვა პროდუქტები არ მაქვს. ნახე რა კაი ხასხა სამწვანია. რა გაზაფხული შენი ჭირიმე. აჰა. აბა კარგი მოვიდა. მითხრა ჯერ ცოტა ხანი მოგბეს. ხო გაგიგია სიტყვა მოგბეს. მოგბეს არ ვიცი. ათო მორბილდეს. გურიაშიც მოიცა ჯერ მოიცა. გურია მაგარგა გურია. გამის კალაკივი. შეხედე ლამაზია. დანანანა. თურმე შეგვეშალა ძვირფასო ქართველებო არ დაგზრახოთ. ნახე, აი მხატვრებიცა ვარ რამასობაში. დავხარ. შენ თავს რომ იქებ, აი სადავუწეს. აბა მომეციყა რამეს დავაფარებ რომ გაშრეს კარგად. რეიზა ფილოსოფოსს აიქალ მაინც არ გამოზდის ფილოსოფიის გან. გემრიელი გამოა მაი არ უნდა არ დავაფარო თავზე? რა ის თავზე გურია კარგი. მაცალე მინდა რომ გაშრეს. შენ გინდა ჭადს აცხობ თუ იმას აცხობ?
დემს გავსა იმას მე რომ ვიცი. იქნა. რამდა. მე მგონი მაგი მისატანებლად რამესთან გადასწარები რამე. მაგალითად რა რის გემოიჩნდება რის აზრი რომ რა ვიცი ხა დილას მაგალითად ყველთან ერთად შევჭამდი სიამოვნებით. ნინო არ მოგენატრება? არა სამო. რა. ასე წამლად შეიძლება 1-2-ში. ისი გემოც არ ვიცი და არაფერს არ მახსენებს არ მიყვარს ახალი გემოები. შეიძლება უცხოეთში რომ წახვიდე შეერ იქნები? რატო ამის გადა არაფერი არა უცხოეთში? არა, უცხო გემოები არ მიყვარს რომ ჩი. რატო ყველგან უცხოეთში სოსისი და წხვეული. რა თქვა ახლა აი ამ. კენი ამინდა. всё. მორჩა აი ეს არის ყველას. მე იცი რა მგონია, მე მგონია მას მოუხდება შავი პილპილი, წესებო ყრი. შენი ჩემი იდეი.